შერებ, როგორ ხარ? ძალიან გტკივა? არაფერია, არი ნერვიულო. წადი აქედან, წადი. წადი მეთქი. მიხარია თავი რომ შევიკავე და დემის საპასუხოდ არ დავარტყი. ბაჰარმა ის გააგდო. თუ მომავალშიც ასე მშვიდად ვიქნები, ჩვენ შორის ყველაფერი დაალაგდება. ყველაფერი. ეს აქ მოხდა. ხეს შეეჯახე. მაგრამ არ მახსოვს. მოდი ახლოს მივიდეთ. შინია ბაჰარ. მე შენ გვერდით ვარ. ხესთან მივიდეთ. მოდი. არაფერი მახსოვს. შენთან მოვდიოდი. რამე გინდა ბაჰარ? მინდოდა გვერილის ჩაი მომედუღებინა ფამუქ. მე მოვადუღებ. ამ წვრილმანის გამო შენი შეწუხება არ მინდა. რას ამბობ ძვირფასო? რამ გაფიქრებინა? ხელში რა გაქვს? მინდოდა წამეკითხა. აისუნ ხანიმის გადასახადია. მე შევინახავ, შეიძლება რამე მნიშვნელოვანია. კარგი. სხვათა შორის, სად არის აისუნ ხანიმი? უკვე დაბრუნდა? დაბრუნდა, ოღონდ ძალიან დამწუხრებული. თავის ოთახში შევიდა და მთხოვა არა მის შემაწუხოსა. მართლა? რა მოუვიდა? უჭირს ამ ტრაგედიის გადატანა. თან თავისი პრობლემებიც აქვს. მართალი ხარ. მან ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ განიცდიდა. იქნებ დაველაპარაკო. არ გინდა. მითხრა დასვენება მინდაო და დაიძინოს.
ხო, რა თქმა უნდა, დაიძინოს. ზემოთადი, მე კი ჩაის მოვამზადებ. კარგი. ოღონდ როგორც ყოველთვის სიყვარულით. რა თქმა უნდა. წარმოგიდგენია? ნაცემი და შერცხვენილი ვარ. არადა ყველაფერი გულდასმით იყო დაგეგმილი. როგორ შეიძლებოდა ტანსაცმლის და სათვალის დავიწყება? მე ხომ ყოველწვრილ მაზეც ვიფიქრე. დემილიც დროულად მოვიდა. შეწუხდა და მსრუნველობა გამოიჩინა. როგორ ვიფიქრებდი, რომ იმ ძონძების გამო გამომშრომდებოდი. მაგრამ ის დემილია და ანალიზის უნარი აქვს. ფაქტები ერთმანეთს შეადარა და ყველაფერს მიხვდა. ყველაფრის მიუხედავად ჩემი გახდები. არ დამნებდები. ერთხელაც ჩემი გახდები. ძმაო, ეს ოფიციალური საბუთია, ბეჭედი აქვს. იურისტების დაწერილია. რა ხდება, ჰაზანი მართლა განქორწინებას აპირებს? როგორ ჩანს ასეა, ძმაო? წარმოგიდგენია? ასე მარტივად გადაწყვიტა? ჰაზანი მწერს. სანამ ყველაფერი გართულებულა, განქორწინებას დათანხმდი. ჯანდაბა, ეს რა სისულელია? უნდა დაველაპარაკო. თვითონ მითხრა შეტყობინებას რომ იგზავნის. მოიცადე მეგობარო, რა სისულელეს ამბობ. ასე დრო სად უნდა წახვიდე? დაჯექი და დაფიქრდი, სანამ დრო გაქვს. შეეცადე გაიგო, რა შეცდომა დაუშვი. ოჟანი სადაც მღელავ და ნუღარ მიმატებ. მართალია არ ხარ, მეგობარო. მუდმივად რაღაც გეშლება. ჰაზანი დამნაშავე არ არის. მეგობარო, საქმე ჩვენს განქორწინებას ეხება. ეს ადვილი კი არ არის. ის ჩემგან თავს ვერ დააღწევს. ამერიკის საკითხი თითქმის მოგვარებულია. არ გინდა. მოშორდი აქედან. შეწყვიტეთ. მოდი აქ. რა საკეთებ? შეიშალე? გონს მოდი. შერიფ, როგორ ხარ? ძალიან გტკივა? ერთი წუთით. არა. აჯობებს საავადმყოფოში წავიდეთ. ეგ არაფერი. მართლა. დემირმა 1000 ჯერც რომ დამარტყას, იმასაც გავუძლებ. ოღონდ ჩემ გვერდით იყავი ბაჰარ. ის იდიოტი ჯანდაბაშიც წასულა. ბაჰარი ჩემკენ გამოიქცა.
ბაჰარ შენ გამონებისმიერ ტკივილს გავუძლებ და უსიამოვნებისგან შენც დაგიცავ. ყველაფერს ვიღონებ, რომ ბედნიერი იყო. ნეტავ თუ ფიქრობს ჩემზე. რა თქმა უნდა ფიქრობს. ეჭვიც არ მეპარება. ფიქრობს. არა დამნაშავე დემირი კი არა შენ ხარ. ხომ იცი რომ მას ვიღაც გოგო მოსწონს და მასთან ურთიერთობას მაინც განაგრძობ. რატომ უსმენ და ეკამათები? ამას რატომ აკეთებ? მას არ უყვარხარ. მეშინია დემირ. არაფრის იმედი არ მაქვს. ნუ გეშინია ბაჰარ. დამშვიდდი. თავარია შენ გვერდით ვარ. ფილმის გმირი გაიხსენე. რომ დანებებულიყო რა მოხდებოდა, ვერაფერს მიაღწევდა. მაგრამ მან გაუძლო. არ შენ დანებდები და ყველაფერი გამოსწორდება. დამიჯერე ბაჰარ. რატომ ფიქრობ დემირზე? საცოდავო ჩემო ხაზან. რა მდგომარეობამდე მიიყვანე დედა, რომელსაც წამალი არასდროს დაულევია. ჩემო ძვირფასო გოგო, რატომ არ ხარ ძველებურად გულწრფელი? ფარულად რატომ აწყობდი ასეთ ცუდ გეგმებს? არჯობდა წესიერი ოჯახი შეგექმნა. შვილიშვილებს მაჩუქებდი. ამ ტკივილის ნაცვლად ბავშვებს გავზრდიდი. მე კი რა მივიღე? ცუდად ვარ და წამლებს ვსვამ. რა უიხბლო ყოფილვარ.
რომ გამართლებოდა ბედნიერებას მეც შევიგრძნობდი. ყველაფერი კარგად იქნებოდა და გავიხარებდი. ჩემო შვილო. ჩემო საყვარელო. შეწყვიტეთ. მოშორდი აქედან. რას აკეთებთ? მოშორდი. რას აკეთებ? შეიშალე? გონს მოდი. წადი აქედან. წადი. წადი. რაც მეტი, მით უკეთესია ის უნჰანი. დიდ სახლში ცხოვრობდი, სანამ მე ციხეში ვლპებოდი. ძალაუფლებას იძენდი და ბედნიერად ცხოვრობდი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. მოიცადე და შენი საქციელისთვის პასუხს გაგებინებ, რაც წამართვი ყველაფერს დავიბრუნებ. დილა მშვიდობისა ძმაო, საუზმე მზადაა. დილა მშვიდობისა. საცხობში შევიარე. ეს შენ, მირთვი. დეიდა არ არის? რომელიღაც მეგობართან წავიდა დასახმარებლად ძმაო. ძამიკო, დილაობით მაშინაც დარბი ხარ, როცა ღამე არ გძინავს? საიდან იცი მძინავს თუ არა? მოდი დავფიქრდეთ. იქნებ იმიტომ, რომ შენი დავარ. მართალი ხარ, შენზე უკეთ ვისეწოდინება. იმდენი რამ დაგროვდა, რომ ბევრი ვიფიქრე. ძალიან ბევრი. გუშინ მომხდარის გამო? ხო, მართალი ხარ. აი სუნი ერთია, შერეფი მეორე. მასთან ურთიერთობა მოგიწევს. კარგი რა ძმაო, დაივიწყე. ცუდად გამოვიდა ელფინ. ბაჰარის თვალწინ ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. ის ძალიან გაბრაზდა. ერთმანეთს ძალიან ცუდად დავშორდით. ძალიან ცუდად.
დაივიწყე ძმაო. გუშინ იმდენი რამ მოხდა. ცხადი იყო რომ გაბრაზდებოდი. მეც ვცემდი მარტო შერებს კი არა, დანარჩენებსაც. წარმოგიდგენია, ამ ხელა ქალმა. შენმა მკაცრმა უფროსმა. თავი დაიშავა იმის გამო, რომ მოეტყუებინე. ბოლოს კი იმ შეშლილმა მცველმა გოგოს თანდასწრებით საჩხობრად გამოგიწვია. ხოს რას ელოდა? შენ სწორად მოიქეცი. ამაზე არ იდარდო. დაივიწყე. ძალადობით პრობლემას ვერ მოაგვარებ. ყველაფერი გავაფუჭე. ეს როგორ დამემართა? ახლა რას აპირებ? დანაშაული როგორმე უნდა გამოისყიდო. როგორც კი შევძლებ, ბაჰარს დაველაპარაკები. კიდევ ბოდიშს მოუხდი, რომ წავედი და მარტო დავტოვე. შერებთანაც ზედმეტი მომივიდა, ვეთქვი, რომ ვწუხარ ამის გამო. ძმაო, რაღაცას შემოგთავაზებ. თუ გინდა ბაჰარს მე დაველაპარაკები. არა, საჭირო არ არის. ჯობს ეს თვითონ გავაკეთო, მაგრამ მადლობელი ვარ. კარგი, როგორც იტყვი. გემრიელი ორცხობილაა ბაჰარ, გასინჯე. მართლა? იცი ახლაც ისევ სვამთ ჩაის როგორც ადრე, იმ ლამაზ დროს. გადავწყვიტე კურსები ისევ გავხსნა. შენობის გარემონდებაა საჭირო. რატომ გადაწყვიტე? არ ვიცი. მომინდა. რაღაც მგარნახობს, რომ დაწყებული საქმე უნდა დავასრულო. რა შესანიშნავი იქნებოდა საყვარელო. ახლა ამის დრო არ არის. ჯერ არ გამოჯანმრთელებულ ხარ. ამას დიდი ენერგია დასჭირდება. მტკიცედ გადავწყვიტე. დაიჯერე, ძალიან მინდა. და ამას გავაკეთებ. ჩემი კურსები ხელახლა გაიხსნება. ჩემთვის მთავარია ხალხს გამოვადგე. გააკეთე ეს. შენს გამოგადგება. იმ დროს ისეთი ბედნიერი იყავი. ალბათ ამიტომაც მინდა კურსების დაბრუნება. ახლა რემონტის თაობაზე სპეციალისტებს დავურეკავ. კარგი. მე კი წაგიყვან. კარგი. ძალიან კარგი. ოღონდ გულშინდელი ჩხუბი არ განმეორდეს. თუ დემრის შეხვდები, საჩხუბრად ნუ გამოიწვევ. კარგი? კარგი. პირდები. ახლა გამოვიცვლი. წავედი. გემრიელად მიირთვე. დედა, წამლის მიღების დროა. დალია, კურნალობას ნუ შეწყვეტ. დედა, ძალიან გთხოვ, ასე ნუ იქცევი. ექიმმა გითხრა წამალი დროზე მიიღეო. ხო, დალია. დედაზე ადრე უნდა გეფიქრა, ჰაზან ხანიმ. უნდა დამლაპარაკებოდი. ჩემ ზურგს უკან კი არ გემოქმედა. მართალი ხარ, დედა. მაგრამ ჩვენი უსიამოვნების გამო წამლების დალევას ნუ შეწყვეტ. ყველაფერს გამოვასწორებ. გვირდები. დედა. მიდი გამოასწორე. შეძლებ ჭიქის გამთელებას. სწორედ ასე გამიდეხე გული. შენ მიმართ ნდობა დავკარგე. ახლა როგორ დაგიჯერო? გაჩერდი. ნუ შეწუხდები. ყველაფერს თვითონ ავალაგებ.
წადი, სადაც გინდა. წადი. ყველაფერს გამოვასწორებ. შენ სიყვარულს და ნდობას მოვიპოვებ, დედა. Güvenini ben yeniden kazanacağım. სახანძრო სიგნალიზაცია უნდა დავაყენოთ. დიახ, ბაჰარ-ჰანიმ. გარედან კი შენობა ცეცხლგამძლე მასალით დავფაროთ. ბაჰარ? დიზაინერს ყველა ესკიზი აქვს და მისი მითითებით იმოქმედეთ. გასაგებია. ჯერა რომ ყველაფერს მოაგვარებთ. კარგად ჩაიწერეთ. მე რამე არა ირიოს. არაფერი გამოგრჩეთ. ბაჰარ? ერთი წუთით? მაბადიეთ. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? არა მიშავს. წარმატებულ დღეს გისურვებ. გმადლობ. გუშინ ზედმეტი მომივიდა. შერებს ხელი დავარტყი, მაგრამ გულწრფელად ვინანიებ. წუხვა რომ ეს შენს თანდასწრებით მოხდა. მართლაც სამწუხარო ამბავია, გახსენებაც არ მინდა. თუნებას მომცა მოსდაც უნდა დაველაპარაკო. ბაჰარ, მოიცადე. გუშინ მარტო დაგტოვე, მაგრამ მიზეზი მქონდა. ამის გაკეთება მომიხდა. დემირ, გთხოვ. ვიცი რომ გულწრფელად გეცოდები. ამაში თვითონ ვარ დამნაშავე. ისე მომწონდა შენთან ერთად დროის გატარება, რომ აშკარა თამაშს ავყევი. არ მეგონა რომ პრობლემები მექნებოდა. რას ამბობ, ბაჰარ, საიდან მოიტანე? სიკეთის და თამდაბლობის გამო გაჩუმდი არა. მე კი შენი პირადი ცხოვრება არ გავითვალისწინე. ვიცი რომ შეყვარებული ხარ. რა? შეყვარებული? დაგინახეთ, დემირ. გუშინ სასტუმროში იყავი. ჩემზე ნუსრონა. საყვარელ ქალს დაუთმე ყურადღება. ბაჰარ-ჰანიმ? მოვდივარ. ბაჰარ. ის რაზეც ლაპარაკობ, ბაჰარ-ჰანიმ. ხელოსნებს რამდენიმე შეკითხვა აქვთ. მშვიდობით, დემირ. ჰაზან? გისმენ, თარიკ. რა ხდება შეტყობინებასა და უწყებას მიგზავნი? ეს რას ნიშნავს? იმას რომ განქორწინება მინდა. მომხდარის მერე ერთად ვეღარ ვიქნებით. ასე რომ ეს ფორმალობა მშვიდობიანად დავასრულოთ. რას ნიშნავს დავასრულოთ? შენთვის ასე ადვილია? იცი რა გადავიტანე გუშინ რომ ვერ გნახე. მთელი ღამე ვიტანჯებოდი. დალაპარაკება მინდოდა. რას ნიშნავს სიტყვა ფორმალობა? მითხარი, რას ნიშნავს? ამაზე უკვე ვიმშელეთ, თარიკ. შეგვიძლია ვიჩხუბოთ, დამარტყი, მიყვირე. თუ გინდა ცხვირი გამიტეხო, ოღონდ განქორწინებაზე ნუ მელაპარაკები.
ერთმანეთს ხომ ერთად ყოფნას დავპირდით, ჰაზან. ამერიკაში წასვლაზე ვოცნებობდით. შენ კი უცებ Neden bahsediyorsun? რას ამბობ, რა დაპირება? Hangi sözlerden? Sen დანაპირები hangi ოდესმე შეგისრულებია? Sen დამივიწყე. sözleri boş ver, senin შენი hangi სიტყვები sözleri არაფერს doğru? ნიშნავს. Sen შენთან yol ცხოვრება yapacak არ ღირს. adam mısın? Sen benim შენ senin ეგოისტი yalancının და მატყუ tekisin. არ ახარ. არ გინდა დამშვიდდი. შეიძლება სისულელეები ვილაპარაკე, მაგრამ გამოსავლის პოვნას ვცდილობდი. გეფიცები ეგოისტი არ ვარ და სიგიჟემდე მიყვარხარ. Öyle mi? ნუ თუ Öyle mi? მართლა? Madem თუ ეგოისტი არ ხარ და მართლა madem გიყვარ çok ვარ, seviyorsun. ამას ხელი მოაწერე. მოაწერე, თარიკ. მოაწერე ხელი და ყველაფერი დასრულდება. თავისუფლები ვიქნებით. შეყვარებული მყავს არა? აისონი არ დაუნახავს. რომ ენახა სხვანაირად ელაპარაკებდა. დედინაცვლის საყვარელს დამიძახებდა. ზედაც არ შემომხედავდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ვიღაც გოგო მიყვარს. გისმენთ? დემირ, შეიძლება ვილაპარაკოთ? დემირ, სანაპიროზე მივდივარ და იქ მოდი. შევთანხმდით? ხო, შევთანხმდით. ვილაპარაკოთ და ყველაფერი გავარკვიოთ და თან სასწრაფოდ დავასრულოთ. Ayak diremek sana da bana da bir fayda კამათი სარგებელს არც მე მომიტანს და არც შენ. İmzala da bitsin. ხელი artık şu მოაწერე და mesele. დავასრულოთ. Yaşandı bitti. ყველაფერი დასრულდეს. Hadi imzala da şunu. მოაწერე ხელი İkimiz de და yolumuza. დავშორდეთ. არა, რომ მოვკვდე ხელს არ მოვაწერ. განქორწინება არ მინდა. ამაზე არც იოცნებო. ხელი მოაწერე. İmzalayacaksın. არა მეთქი. Öyle ya da გინდა böyle თუ არა bir მაინც şey დაგშორდები. Anlaşmalı olmuyorsa შენი სურვილის მიუხედავად ყველაფერი დასრულდება.
დემირ, შენ მიხარია რომ მოხვედი. მოდი სადმე წავიდეთ, დავსხდეთ. არა, არ ღირს. ეს რა არის? ანგარიში. გუშინ კომპანიიდან წამოვედი. თქვენი ხელქვეითი აღარ ვარ აი სუნჰანი. შევეცდები ვალის სწრაფად დაგიბრუნოთ. ეჭვი არ შეგებაროთ. დემირ, რა სისულელეა? ეს აუცილებელი არ არის. ასე რატომ ბრაზობ? რატომ ბრაზობ? დაგავიწყდათ გუშინ რა მოაწყვეთ. თავი დაიშავეთ იმის გამო, რომ მე დამახლოვებოდით. თან იფიქრეთ, რომ ამას დავიჯერებდი. მომატყუეთ. ამიტომ მივდივარ. საკმარისია. ეს ხომ შენ გამოგავაგეთე, დემირ? ჩვენი ურთიერთობის გამო. ჩვენი ურთიერთობის? რა ურთიერთობის? არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. დემირ, გთხოვ არ გინდა. ვიცი, მუდმივად ჩემზე ფიქრობ. ჩემს მხარეს ხარ. ჩემზე დარდობ და დასახმარებლად მოდიხარ. ეს კაცთ მოყვარეობაა. დახმარება გჭირდებოდათ და ხელი გამოგიწოდეთ. მე არ მიყვარხართ. და ეს შეიგნეთ. არ გინდა, დემირ. ნუ მატყუებ. ფიქრობ ვერ დავინახე, როგორ მიყურებდი. ასე მხოლოდ საყვარელ ქალებს უყურებენ. საკუთარი გრძნობების დაფარვა შეუძლებელია. აღიარე და მოგეშვება. აღიარე, რომ ჩემ მიმართ გრძნობა გაქვს, რომელსაც ვერ ფარა. ავად ხართ. ეს არა ჯანსაღი დამოკიდებულებაა. ეს ყველაფერი თვითონ გამოიგონეთ. დემირ, გთხოვ, არ გინდა. ძალიან გთხოვ. შეწყვიტეთ. ჩვენ შორის სიყვარული არ არის, არც ყოფილა და არც არასდროს იქნება. დეიდა გონულ, ასე როგორ შეიძლება მაღაზიებში იარე? ჩემთვის გეთქვა და დაგეხმარებოდი. ნუ იღლები. ნურჯან, ძვირფასო, რას ამბობ? ასე ნუ ღელავ. ექიმა მითხრა, რომ სეირნობა მომიხდება. ხოდა გასეირნება გადავწყვიტე. მოდი შევიდეთ. მოდი არ მოგერიდოს. აბა ნურჯან, რაღაცის თქმა გინდოდა საყვარელო არა? დაუახლა ამის დრო არ არის, მაგრამ გახსოვს ხაზანთან დაკავშირებით რომ მოვიდნენ. ოჯახი პასუხსელოდება. ძვირფასო, საავადმყოფოში რომ მოვხვდი, სულ დამავიწყდა. უხერხულია დარეკვა და ტელეფონი დალაპარაკება. ბელა წესი უნდა დავიცოთ. პირისპირ დალაპარაკებაა საჭირო. ნურჯან, შეგიძლია დაურეკო. მოვიდნენ. რა თქმა უნდა, მოვლენ. ჭურჭელი ხომ არ გაქვს დასარეცხი? დავრეცხავ. არა, რას ამბობ. შენი პალტო მომეცი. ახლა ჩვენთვის ყავას მოვადუღებ. კარგი, ოღონდ მე მოვადუღებ. კარგი? კარგი. შენი მოდუღებული ყავა დავლიოთ. ხო? დაასრულე. საქმეს მალე მორჩებიან? არ ვიცი, თვითონ გადაწყვეტენ. ცუდად გამოიყურები. იმ ტიპმა ისევ შეგაწუხა? ვინ? დემირმა? არა, ის არაფერ შუაშია. არ მომწონს, რომ მუდმივად ჩვენს სიახლოვეს ტრიალებს.
მისი არ მჯერა. როგორც ჩანს, გაწყენინა. დემირი ჩემს სიახლოვეს არ ტრიალებს ჯერებ. მას სხვა ქალი უყვარს. სხვა ქალი უყვარს? ვინ არის? როგორ გაიგე? არ ვიცი ვინ არის. სასტუმროში დავინახე. ესე იგი შეყვარებული ხავს? ამას გიმალავს და თავს არ განებებს? სასტუმრო და ასეთი ამბები თან მუდმივად შენ გვერდითაა. მათი ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცით და გაკიცხვის უფლება არ გვაქვს. გარდა ამისა, დემირი არაფრის დამალვას არ ცდილობს. წამოდი წავიდეთ. ლამის გავგიჟდე. თავს ძლივს ვიკავებ. რატომ რა ხდება? როგორ არის ჰაზანი? როგორ არის და გადაწყვეტილებას არ ცვლის? მას განქორწინება უნდა, რომ პრობლემები მოაგვაროს. ველაპარაკე და ერთი სული აქვს. სწრაფად დავშორდეთ. რა გიკვირს? ადვოკატი ჰყავს, პროცესი უკვე დაწყებულია. კი, მაგრამ რა გჭირს? რა მჭირს? განქორწინება არ მინდა. ორ დღეში გული როგორ გაუცივდა. საერთოდ თუ უყვარდი. ცოტა ხნის წინ მისი შეყვარებული ვიყავი, ახლა კი მტერი გავხდი ოსჯან. თუმცა რა მიკვირს ძმაო? მომხდარი მარტივი დასავიწყებელი არ არის. კაცურად მოიქეცი და განქორწინებას დათანხმდი. განქორწინებას დავთანხმდე, რას მეუბნები? იმას, რომ კაცი ასე არ იქცევა. ჰაზანი ამას ერთ დღეში არ გადაწყვეტდა. მომხდარის მერე გასაკვირი არაფერია, დედამისი ლამის მოკვდა. ერთხელ მაინც იყავი ჩემს მხარეს. მეგობარო, რომელ მხარეზე მელაპარაკები? ჰაზანი მაინც არ დაგიბრუნდება. გაიგე. დათანხმდი განქორწინებას. ფიქრობ, ჰაზანი მადარდებს? ამერიკაში წასვლა მინდა. ეს ქორწინება ჩემთვის იქ წასასვლელი ბილეთია. გუშინ ერთ ტიპს ვიზის ფული მივეცი. თუ განქორწინდებით, ფულით დაიკარგება და წასვლასაც ვეღარ შევძლებთ. არ დავნებდები. თუ ვინმე ხელს შემიშლის, ძალიან ინანებს. არ განქორწინდებით. წლებიც რომ გავიდეს, არ დავთმობ. ჰაზანმა თვითონ იმტრიოს თავი. ეს მე არ მაღელვებს. დიახ, ადვოკატო, განქორწინებას არ თანხმდება. ეს საქმეს გაართულებს. ახლა რა ვქნათ? სხვა გზა არსებობს? სამწუხაროდ დავის გარდა სხვა გზა არ გვაქვს. როგორც გითხარით, ეს პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. შეეცადეთ როგორმე თქვენი ქმარი და არწმუნოთ. ეს პროცესი შეიძლება ძალიან მტკივნეული გახდეს. და ეს არავის სჭირდება. შეეცადეთ როგორმე თქვენი ქმარი დაარწმუნოთ. ჯადაბა. მომბეზრდა. შემომივიდა შენი აუტანელი სიჯიუდე. ასე ადვილად ვერ გამექცევი, დემირ. გრძნობებს ვერ უარყოფ. დღემდე არასდროს დავმარცხებულ ვარ. მე ხომ აისუნი ვარ. ჩემთვის არც ერთ მამაკაც არ უთქვამს უარი. ამას ვერც შენ შეძლებ.
გამარჯობა, ფამუკ. გამარჯობა, შვილო, შემოდი. რამე გინდოდა? გუშინ გვირილი ჩაი რომ მომიმზადე, ძალიან მესიამოვნა. დაყენება მინდოდა. სადევს? ახავე დავაყენებ. არა, ისედაც ბევრი საქმე გაქვს. მითხარი სად არის? ქილას გამოგიღებ. ეს რა არის? სასტუმროს ანგარიშია. აისუნოზდილის სახელზეა გამოწერილი. ესე იგი დემირი სასტუმროში მასთან ახლა მიხვდი? დემირი გიყენებს. მისი ნამდვილი მიზანი აისუნ ჰანიმია. არა. ბაჰარ შვილო, ქილა აგდებს. გამარჯობა ძმაო, როგორ ხარ? გამარჯობა, ახლა შენთან დარეკვას ვაპირებდი. ძალიან კარგი, ფოტოები მზად არის? მზად არის. კარგი გამოვიდა. შვენიერია, მართლაც არაჩვეულებრივია. თუ გინდა ალბომიც მაქვს ძმაო. მართალი ხარ, მინდა. თითო ეგზემპლარია, მაგრამ შემიძლია მეტი დავბეჭდო. კარგი, კარგი ძმაო, გმადლობ. მოგვიანებით გავსწორდებით, კარგი? დიდი მადლობა. ნახვამდის. ერთი ფოტო დარჩა. თარიკ. ლამაზი ფოტოა. კარგი, თარიკს გავახარებ და ვიტრინაში დავდებ. გონულხანი, ეს მცირედი საჩუქარია ჩვენგან. რატომ შეწუხდით? საჭირო არ იყო. კარგად გაგვიგეთ. საჩუქარი მთავარი არ არის. მთავარი ყურადღებაა. გმადლობთ. გმადლობ. გმადლობთ. შეგერგოთ. გმადლობ შვილო. საჩუქრები არ გინახავთ? იმედია მოგეწონებათ. ძალიან ლამაზია. არაჩვეულებრივი გემოვნება გაქვთ. დიდი მადლობა. მაგრამ სამწუხაროდ ამ საჩუქრებს ვერ მივიღებთ. გონულხანი, თქვენთან цаრიელი ხელით ვერ მოვიდოდით. ჩემი მეუღლე ასეთ რამეებს დიდ ყურადღებას ანიჭებს. ამას ზეწოლად მიიღებთ. წრფელი გულით მოგართვით. არა, მუსტაფა ბეი. გთხოვთ, არ გეწყინოთ. გონულხანიმ, მოწყენილი მეჩვენებით, მოხდა რამე? შვილთან დალაპარაკებას აპირებდით. დაელაპარაკეთ? რა თქმა უნდა, შენ გულხანიმ. მაგრამ ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ის დაქორწინებისთვის მზად არ არის.
ეს ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე ძალიან მომწონხართ. არაშვეულებრივი შვილი გყავთ. ის ღირსეული ადამიანია. გთხოვთ, გვაბადიეთ. ჩემი შვილი ქორწინებისთვის მზად არ არის. ამაზე ჩვენ შვილთან საუბრის სურვილი არ გასჭენია? გონულხანი, ნუ თუ შევწდით. არა, მუსტაფა ბეი, არაფერში შემცდარ ხართ, დამიჯერეთ. ჩემ შვილს და ნურჯანს უკვე ვუთხარი, რომ ძალიან მომწონხართ. მაგრამ ხაზარმა დამარწმუნა, რომ მისთვის გათხოვება ჯერ ადრეა. გონულხანიმა ეს მაშინ ვეაღნიშნა. ხაზარმა დაქორწინებაზე უარი თქვა, მუსტაფა ბეი. რას ვიზამთ? ალბათ ბედია. მაბადიეთ, მართალი ხართ შენ გულხანიმ, როგორც ამბობენ, ბედს წინ ვერ აღუდგები. ჰაზან, ძვირფასო. ვერ ვისვენებ, მოდი მშვიდად დავილაპარაკოთ. ყვირილით ვერაფერს მოვაგვარებთ. Olmuyor, haklısın. მართალი ხარ. Ben de seninle ყვირილით ვერაფერს გავხდებით. ჩვენ საყვარელ ადგილას წავიდეთ, დავსხდეთ და შვიდად დავილაპარაკოთ. Olur. კარგი, Gidelim. წავიდეთ. ის ქალი კი ამბობს, რომ არ გვიწუნებს, მაგრამ იქნებ მისმა შვილმა დაგვიწუნა, მუსტაფა. იქნებ ჩვენი შვილის წინააღმდეგია. გოგო წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ქალმა რამდენჯერმე თქვა, რომ მას ჯერ არ უნდა გათხოვება. ეს თუ ასია, ჩვენი შვილი ფადიშაჰიც რომ იყოს, არაფერი გამოვა. არ მესმის წინააღმდეგი რატომ არის? სწორედ რომ გათხოვების ასაკი აქვს. მის ასაკში გოგონები ქორწილზე ოცნებობენ. საინტერესო არის იმედი აქვს. ვერ გავიგე. ფოტოებს შეხედე. რა ლამაზია. რა ბედნიერები ვიყავით ამ ფოტოებს რომ ვიღებდით ჰაზან. მე შენს მეტი არავინ მინდა. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მთელი ცხოვრება მეყვარება. მართლა. ყველაფერი ისე დაიწყო როგორც ზღაპარში. ერთმანეთის სიგიჟემდე გვიყვარდა. ცდილობდი გამებედნიერებინე. შეცდომებიც დავუშვი, იმიტომ რომ უკეთესი ცხოვრება მინდოდა. თუ მომავალზე არ იფიქრებ, ისე ცხოვრებას რა აზრი აქვს? ოცნებებზე უარი არ უნდა თქვა. არასდროს. რომელ ოცნებებზე მელაპარაკები? შენ ყველაფერი გაანადგურე. ამ ყველაფრის მერე ბედნიერ ოჯახს როგორ ღაშევქმნით? დედა ჩემი კინაღამ მოკვდა. ჩემ გამოლამის ინფარქტი მიიღო. ასე ვეღარ მოვექცევი. გესმის? არ შემიძლია. ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. პირდები ამ ფურცელსაც გადავშლით. აი ნახავ, ყველაფერს გამოვასწორებ. ჩემსავით ხომ არავის უყვარ ხარ. დედაც გაიგებს. განა იმიტომ დავქორწინდით, რომ განქორწინებულიყავით. მზად ვარ ჩვენი ოცნებებისთვის ყველაფერი დავთმო. აი ნახავ, ბევრჯერ გაგაოცებ. შეხედე? ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ერთად რამდენი რამ გადავიტანეთ და ნუ თუ ახლა უნდა განქორწინდეთ. საკმარისია. განქორწინებას ვითხოვ. აი შენი მოგონებები. რაც უნდა მოხდეს, მაინც გაგეყრები. გასაგებია?
Hazan şvilo. Ah be kızım. Როგორ დაინგრეე ცხოვრება. Benden çok kendimi yaktın be yavrum. Oh var. Hazan, Hazan. Ah be kızım. შვილო, Telli duvar. რა ლამაზი პატარძალი იქნებოდი. Hayırlı კარგი ცოლი გახდებოდი. O Tarık denen. ამის მაგივრად კი ვიღაც უხეირო თარიქს გადაეყარე. Yaktın. შენი თავიც დაიღუპე და მეც დამღუპე. Allah'ım nasıl mahcup. მეზობლებში თავი მომჭერე. Ay bu saat. ვინ უნდა იყოს? Geldim. მოვდივარ. Şengül Hanım. შენგულხანი, რამე დაგავიწყდათ? Siz bizimle dalga თქვენ რა დაგცინით? alay etmek için აქ ორჯერ იმიტომ დაგვიბარეთ, რომ ჩვენთვის დაგეცინიათ? როგორ არ წხვენიათ ჰანიმ? თვალებში გვიყურებდით და გვატყუებდით, ჩვენ კი ნაკლს ჩვენსში ვეძებდით. Biz de kendimizi ჩვენში. Mustafa Bey. მუსტაფა ბეი, შენგულხანი, Ne diyorsun? არ მესმის რაზე ლაპარაკობთ. Kızınız evli თქვენი შვილი უკვე გათხოვილია. Biz daha ne? სხვა რაღა უნდა ვთქვათ. ეს ხომ სამარცხვინოა. გამიშვი. მტკივა რას აკეთებ? უსინდისო გამიშვი. რა შეხვედრა? გაგიკვირდა? ჩემს ხელში ხარ აისუნ ჰანიმ. ვერსად გამექცევი. ფიქრეთ. შენ ხომ ციხეში იჯექი? გამოვიქეცი. მე გაგაფრთხილი აისუნ. შეგპირდი რომ სამაგიეროს გადაგიხდიდი და აი ხედავ შენს წინაშე ვარ. ფიქრეთ გამიშვი. იცოდე ინანებ. გაჩუმდი. ხელი გამიშვი. საკმარისია. დამოდი. გამიშვი. გამიშვი. ჩაჯექი. გამიშვი. გამიშვი. მიშველეთ. მიშველეთ. თავი დამანებე. გამიშვი. მიშველეთ. მიშველეთ. ვინმე მიშველეთ. მიშველეთ. ყველაფერს აგიხსნი ბაჰარ. ასე უბრალოდ ვერ დაგკარგავ. ერთი წუთით, ნუ ჩქარო. დამშვიდდი. ისევ შენ. ეს მე უნდა გკითხოთ, ბატონო ადვოკატო. ისევ თქვენ? აქ რა დაგრჩენია? მე შენთან არ მოვსულ ვარ, გამატარე. არ არსებობს. არ შეგიშვებ. იცი, გუშინ არ უნდა მეცემე, მაგრამ ხელი რომ მკარი, თავი ვეღარ შევიკავე და დაგარტყი. მაგიტომ. არაფერი მიგრძუნია. არ იდარდო. ბაჰარ. Kızım benim Şuylu. başım döndü senin dolaşıp შენს ყურებაში თავბრუდა მეხვა. Bahar. ბაჰარ შვილო. Gel otur şuraya. დაჯექი. Gel. დაჯექი. Gel otur bakayım şuraya. მომიყევი რა მოხდა. Ne oldu bir ადგილს რატომ ვერ პოულობ შვილო? Aldın turlamaya başladın hayırdır? კარგი, გაიარე.
Geç bakalım. მაგრამ თუ რამე მოხდა იცოდე, დანდობა არ იქნება დემირ ბეი. შვიდად შერებ. ნუ ღევა. მოთმინება იქონიე. ეს კაცი თავს თვითონ დაიღუპავს. ეს ალბათ აიცონ ხანიმია. მე გავაღებ. მასთან სალაპარაკო მაქვს. ბაჰარ, შეგიძლია 2 წუთი დამითმო. გთხოვ. უბრალოდ მინდა რაღაც აგიხსნა. ალბათ შენ არასწორად გაიგე. არასწორად? მოშორდი აქედან დემირ. სალაპარაკო არაფერია. ბაჰარ. არ შემეხო. ბაჰარ. ცდილობ აგიხსნა რა მოხდა. შენ კი გარბი ხარ. გთხოვ, უბრალოდ მომისმინე. ცდილობ ამიხსნა არა? Uzak dur benden. ჩემგან თავი შორს დაიჭირე. შენ ვერაფერს ამიხსნი. Seni görmek. შენი ნახვა და შენი ხმის გაგონებაც აღარ მინდა. ბაჰარ. შეჩერდი რა ხდება? თქვენზე ყველაფერი ვიცი. Fey annemle sevgisi. შენ ჩემი დედინაცვლის საყვარელი ხარ. Otardaki o kadın ხალი რომელიც სასტუმროში იყო. აი სუნია. Yalancılar. მატყუარა და Ahlaksız. უზნეო ხარ. Tiksiniyorum. მეზიზღები. შენი დანახვა აღარ მინდა. ჩვენ საყვარლები არ ვართ, ბაჰარ, ეს საიდან მოიტანე, ცდები. გეყოფა, გეყოფა. არაფრის მოსმენა აღარ მინდა. შენ მე ვეღარ მომატყუებ. ბაჰარ. ვალდებული ხარ მომისმინო. არსად წახვალ. Hiçbir şey. ვალდებული არ ვარ. Seninle de შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. Gidelim. შერებ აქედან წავიდეთ. Burada bir dakika. აქ წამით არ გავჩერდები. ბაჰარ. ეს როგორ? არც კი მომისმინა. როგორ გაიგე, რომ სასტუმროში აისუნი იყო? ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.